ეს არის ჩემი ვეგანური სამზარეულო. როგორც ხედავთ, აქ არ არის არანაირი ცხოველური პროდუქტი. გვაქვს ბოსტნეული, ხილი, თხილეული და მარცვლეული. ჩემ სამზარეულოს განსაკუთრებულება მდგომარეობს კიდევ იმაში, რომ აქ არაფერი არ არის მოხარშული ან შემწვარი. ყველაფერი არის უმის სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ არანაირი საკვები 46 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე არ მუშავდება. დღევანდელ სადილზე ჩვენ გვაქვს ტაბულე, რომელიც ბურგულის მაგივრად მზადდება კანაფის თესლებისგან, რომელიც ძალიან გემრიელია და ძალიან დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. ასევე გვექნება პიცა და დესერტად გვექნება ჩიზქეიქი. კიდევ ერთი თავისებურება ჩვენი სამზარეულოსი, ჩვენ არ ვიყენებთ ჩვეულებრივ მარილს, მხოლოდ და მხოლოდ ჰიმალაის ვარდისფერ მარილს ხმარობთ, რომელიც ძალიან სასარგებლოა და სავსეა მინერალებით. იმაჩნია, რომ ის ნიშა, რომელიც მე მაქვს, არის ძალიან განსაკუთრებული და ემსახურება ზოგადად ადამიანების ბედნიერებას. რაც შეეხება ბედნიერება, ეს ჩემი საყვარელი თემაა და ჩემი სადოქტოროც ზუსტად ამ თემას ეხება და მე მთელი ჩემი არსებით და აზროვნებით და მოქმედებით მინდა რომ ამ თემას მიუძღვა ჩემი ცხოვრება. არა მარტო ჩემ ბედნიერებაზე ვიზრუნო, არამედ გარშემო მყოფებისაზეც. და ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება ამისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მე ვისწავლე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ცნობილ კულინარიულ სამზარეულოში, ეს უმი ვეგანური სამზარეულო და მათ შემასწავლეს მე ის ტექნიკები, ის აპარატურა, რომელიც მე უნდა გამოვიყენო, რომ მივაღწიო იმ უნიკალურ გემოებს, რომელიც ახლა ჩემი სტუმრები აგემოვდებენ, ხო? იგივე დღეს მაგალითად სადილზე გქონდა პიცა, მაგრამ აქ არ იყო არანაირი ყველი, არანაირი ცომი. ეს პიცა მზადდება ნიგზის ცომისგან, არის სელის მარცვლები და ასევე არის ტკბილი კარტოფილი გამომშრალი. ზევიდან აქვს პამიდურის ჩირის და ცოცხალი პამიდურის соуსი, რუკოლა და რუკოლოს მსგავსი კიდევ უფრო გემრიელი წვანილი. ახლა ზევიდან ექნება დამარინადებული სოკო და ნუშს მოვაყრით როგორც ყველს. უკვე სადღაც ალბათ 5 წელიწადზე მეტია, რაც მე თვითონ ვეგეტარიანელი ვარ. ჩემი ოჯახის წევრი ყველა ასე ვიკვებებით, ჩემი მეუღლე, ჩემი 17 წლის შვილი, 2 წლის ალექსანდრა, ანუ ყველა ვეგეტარიანელები ვართ. იდეა მილანში გაჩნდა, როდესაც ვიყავით მსგავსი ტიპის სამზარეულოსში და ნახეთ, რომ თურმე ვეგანობა საკმაოდ ადვილია, ვინაიდან უგემრიელესი საჭმელები შეიძლება უმმა ვეგანმა ჭამოს და არანაირი დანაკლისი არ ქონდეს, რომ აი მე რაღაცა მენატრება ეს ყველაფერი, ყველა კერძი პრინციპში შეიძლება გადაითარგმნოს ამ სამზარეულოსთვის მისაღებად. ეს არის ჩიზქეიქი, ყველასთვის ასე საყვარელი და განსაკუთრებულობა ამაში არის ის, რომ არანაირი რეალურად ყველი არ არის, არანაირი რძის პროდუქტი არ არის და არანაირი ფქვილი არ არის არც შაქარი. მაგრამ არის ძალიან გემრიელი, აქვს კრემი, აქვს ცომი, რომელიც რეალურად არის ნიგზისგან და ფინიკისგან, კრემი, რომელიც არის ქეშუსგან და ეს კონკრეტული შემთხვევა არის ფორთოხლის ჩიზქეიქი. არ არის აუცილებელი, რომ იყო უმი ვეგანი ან ვეგეტარიანელი, რომ ჩვენი კერძები დააგემოვნო. ეს არის ჩვეულებრივად გემრიელი საკვები და შეიძლება სხვა დროს სხვა რაღაცეები მიირთვათ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს სამზარეულოც გასინჯოს. თუმცა მე ძალიან მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში თუ არა, რამდენიმე ხანში საქართველოშიც უკვე იქნება ეს სამზარეულო დაფასებული. რატომ არის საჭირო, რომ მივდიოთ ამგვარ სამზარეულოს? ვიქნებით ჯამთელები, ჯამთელად ყოფნა განაპირობებს იმას, რომ ვიქნებით ბედნიერები, ენერგიით სავსე და ცოტა უფრო გლობალურადაც თუ შევხედავთ, ვიზრუნებთ ცხოველებზე, ვიზრუნებთ სამყაროზე, ვიზრუნებთ გლობალურ დათბობაზე და ასე შემდეგ. ვინაიდან ეს ჯაჭვური რეაქციით არის ერთმანეთზე გადაბმული და ჩვენ ერთნაჭერ ხორცს რო დღეს არ შევჭამთ, ეს დიდი ჯაჭვია, რომ რაღაცა სადღაც სიკეთე კეთდება და საბოლოო ჯამში მე მჯერა, რომ ასე თუ გადავარჩენთ სამყაროს.